წელს 17 მაისს ქართველი ერის დიდი მობილიზაცია არის გამოსაცხადებელი. და რატო 17 მაისს? ყველა ვიცით რომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეა და გამოცხადებულია დასვენების დღედ. მთავრობამ დააწესა დასვენების დღე და წელს ემთხვევა შაბათს. შაბათი დღე არის 17 მაისი. და ახლა იქ ყველას გამოგვიცია, როცა რაიმე დასვენების დღე შაბათკვირას ემთხვევა, გვიტყდება რა ამან შაბათკვირას დაემთხვევა, ისედაც დასვენება არის და ბუნებრივია, ახლა მეტი დასვენება უნდა ადამიანს. და წელს რომ შაბათს ემთხვევა, ეგ არის კარგი. და რატო? საერთოდ ყველა არ ისვენებს მაგდებს ახლა ზოგი კერძო ბიზნესი, შეიძლება დასვენება იყოს გამოცხადებული მთავრობის მიერ, მაგრამ სამუშაო დღეები თუა არ ასვენებენ რა. და ამ შემთხვევაში წელს შაბათკვირას ხო ისვენებენ უმეტესობა ბიზნესები და უფრო მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა გავიდეს და აღნიშნოს ოჯახის სიწმინდის დღე. ოღონდ მარტო თბილისში კი არა. მთელ საქართველოში, ყველა რეგიონში, ყველა რაიონში. რატო? აი ეს ხალხი რომელიც მიტინგებს მართავს. მოყოლებული 100 რაღაცა დღე რო არის და ასე რო ითვლიან. უმეტესობა იქ ნორმალური წესიერი ხალხი ახლა იმათ მოთხოვნებს არ განვიხილავ ახლა მართალია იმათი მოთხოვნები თუ არა, ეგ მაგას არ განვიხილავ. წესიერი ადამიანებია უმეტესობა, მაგრამ ამ ხალხში უმცირესობა მართავს ბრბოს. აი ამ დანარჩენს. და ის უმცირესობა როგორც იქცევა, ხო ყველამ კარგად ვიცით. აი რო გადავდივარ მაგათ გვერდებიდან დადებულ ვიდეოებში, ზოგადად დადებულ ვიდეოებში, როგორც ეგენ იქცევიან, რომ ხერიან იმ რაღაცა საზიზღრობებს და როგორც საზიზღრულად იქცევიან. აი მინიმუმ 95% აგინებს. და დამოკიდებულება მაგ ხალხის მიმართ ჩანს ზუსტად ამ სოციალურ ქსელებში. არ უნდა მაგას იმედის ტელევიზია ან რაღაცა სამთავრობო ტელევიზიები. აი სოციალურ ქსელებში ჩანს დამოკიდებულება და ტყილა თავს იკატუნებენ ტროლბოტები გვესევიან. არა, ძალიან კარგად ჩანს იქ ვინ არის ტროლბოტი. და საქართველოს, ესე იგი, კვალიფიციურ უმრავლესობას რო არ უნდა მაგ ხალხის ის ყიყინი და ყაყანი, ეგ არის რეალობა. ამიტომ ქუძეკაციო რასაც ქვია. ზუსტად ამ 17 მაისს არის გამოსასვლელი. რეგიონების და რაიონების მიხედვით. ყველა თბილისში ვერ ჩამოვა, ხო? კი, გასაგები ახლა თბილისში არავის არ უნდა მოწოდება. თუმცა კი რატომაც არა, შეიძლება ვიღაცას დაეზაროს და ყველა უნდა გავიდეს, მაგრამ თბილისში ისედაც გამოვლიან. რაიონებში. აი ვიღაცა მე მაგალითად გურიაში ვცხოვრობ, 3 რაიონია გურიას, ხო? ჩოხატაური, ლანჩხუთი და ოზურგეთი. ყველა თავთავის რაიონში რო გავიდეს აღსანიშნავად ამ დღის, რა პრობლემა? მაქსიმუმ 10 ლარი გჭირდება ჯიბეში, რო გახვიდე და გამოხვიდე, ხო? და ყველა უნდა აღნიშნოს. ახლა არც მე და თითქმის არავინ არ გვაქვს იმის მორალური უფლება, რომ რაღაცა კონკრეტული დღე ავირჩიოთ, დავუმტყიოთ იმ დღეს და აი ამ დღეს გავაკეთოთ. აი დავუშვათ ვიღაცა ინიციატორობა მოუნდა ამ საქმის სიტყვაზე. ისედაც არის ეს დღე, დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე და დავუმტყიოთ ამ დღეს, რა პრობლემაა? თან მანამდე 2 თვე არა, მაგრამ არც თვეზე ბევრად მეტია დარჩენილი. მობილიზებასაც მოასწრებ და ყველაფერს, ვისაც სურვილი ექნება. ეხლა მე ვიღაცა რო იგავს ამას რა ამბიციები აქვს ამას რომ მოუწოდებს ხალხსო. უყურეთ მე რა ამბიციები მაქვს. ვიღაცა ლიბერასტის დაძახებულზე ასობით ადამიანი ხო გამოდის. არ მინდა ახლა სახლების დაგავარებით ჩამოთვლა, ხილსიც არ არიან მაგის. და მე ერთი რიგითი ადამიანი რო ვარ ამ ქვეყნის. იმის უნარი ხო მაქვს რომ ჩემს ნათქვამზე და ჩემს დაძახებულზე 3 კაცი მაინც გამოვიყვანო, ჩემი ანუ 4. და ამის უნარი ხო ყველას გვაქვს. ახლა ვინც მიყურებს. კაცი რო ხარ და გააკ იმის უნარი რომ ძმაკაცი ყავს, ვიღაცა ყავს, 3 კაცის გაყვანის შესაძლებლობა და იმათი დარწმუნების უნარი ხო აქვს რომ წამოდის მაო ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნოთ რაიონშიო. ხო გააქვთ? ხო და ეგ ამბიცია მაქვს მე. აი იმ 3 კაცის გამოყვანის უნარი მაქვს და ამბიცია მაქვს. ამიტომ ზუსტად ქუძეკაციო რასაც ქვია 17 მაისს დიდი მობილიზაციაა დასაგეგმი. ეს ქვეყანა მარტო პოლიციელების დასაცავი არა და ჯარისკაცების და თუნდაც მთავრობის. კი, ბაზარი არაა. ბევრს არ მოგწოთ ეგ მთავრობა, მაგრამ ახლა მთავრობის არ მოწონების დრო არა. ღმერთმა დაგიფაროთ, აი იმათ მართლობა ჩაუვარდეს ხელში, ახლა ვინც ქუჩაში აპროტესტებს, აი სამართლინო უმცირესობა როა იმ უმრავლესობაში, ქუჩაში გამოსულ უმრავლესობიდან, ვინც არის ამათ ვინც მართავს. ზუსტი ისინი მართავენ, როცა უმრავლესობა დუმს, უმცირესობა იმარჯვებს. როგორია ჩვენ უმრავლესობა ვარ და ამით ვერ შევცვლითო. ახლა თქვენ რა გონიათ, იქ ხალხი ვინც არის? უმრავლესობას მეტი რომ ამბობ. მოწონთ იმათ საქციელი, მაგრამ რაღაცა რო თქვან, ინტრიგნობას დააბრალებენ და პროვოკატორობას და აღარ ამბობენ არაფერს რა. ამიტომ მე ადრე მაქვს ნათქვამი, შეიძლება ვიღაცას გახსოვთ კიდეც,
გამიზიარეთ ვიდეო და მომიწონეთ მასეთ რაღაცები არ მიმაშნია სწორად. ვიდეო თუ გასაზიარებელია და მოსაწონებელი, მაგას თქმა არ უნდა დაუნდოდეს. მაგრამ ამაზე ვამბობ ასეთ გამონაკლისებზე ვამბობ. კი, ახლა ეს ვიდეო ზუსტად გააზიარეთ, რაც შეიძლება ბევრ რამ იმიტომ რომ ვიდეო ისა რა ქვია, Facebook-ი დაბლოკილი მაქვს, ახალი გაკეთებული მაქვს, იქ ან ნახავს ან არა, ერთადერთი TikTok-ზე მაქვს შემორჩენილი ცოტა მეტი გამომწერი და ამით კი გაიგებენ, მაგრამ გეუბნებით. ჩემი ჩაწერილი ვიდეო კი არ გააზიაროთ, თქვენც ჩაწერეთ. ვიდეო ჩაწერის ის არ გაქვთ რაღაცა მონაცემები თუ რაც სჭირდება მაგას თუ საშუალება თუ რაღაცა პოსტი დაწერეთ პოსტ თუ არ დაწერეთ ვიღაცა სიტყვიერად უთხარით ამიტომ ეს ამბავი არის მობილიზება არის გასაკეთებელი რომ 17 მაისს დროცა იქამდე და შესაფერი დღესა და ამინდის კარგი იქნება და არაფერი არა პრობლემაა არაფერი არ გვიდგას წინ არის გასაკეთებელი თან ერთხელ უნდა შეგვიდო და იყოს გენერალური რეპეტიცია მაგათაც წინააღმდეგოთ რომ თქვენ არ ხართ საქართველოს და თქვენ არ ხართ ქართველიერი და თქვენ არ წარმოადგენთ საქართველოს სახეს. ამ ერთი შეკრებით და ჩვენ რომ ბევრი ვიქნებით, გამოჩნდება ვინაა საქართველო. ესენი ხო ყოველ დღე იკრიბებოდნენ. მე ვერ გაუქაჩეს და ახლა 31 მარტს აქვთ. 31 მარტს არ ვიცი რა დაუნთხიეს, მაგრამ ხო, რაღაცა რა ქვია, დღესთან დაკავშირებით, ამიტომ უნთხოვენ ზვიად გამსახურდიამ დააწეს და რაღაცა, თან ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა და შეიძლება მაგ ვარიანტში უნთხოვენ რაღაცებს, ხო? და ასე ეტაპობრივად რაღაცა დღეებს არჩევენ და დიდ აქციებს აანონსებენ. ხო და მოდი ჩვენს დავაანონსოთ. კი შუაზე ვიყოფით, ბაზარი არა ოღონდ ღმერთმა დაგვიფაროს რომ მაგათ ხელში ჩავარდეს ეს ქვეყანა. კიდევ ვიმეორებ. მარტო პოლიციელების დასაცავი არაა ეს ქვეყანა. ჩვენს უნდა დაუდგეთ გვერდში. და არ არის იმის დრო ახლა შენ მთავრობა მოგწონს თუ არ მოგწონს. ბევრს არ მოგწონს მთავრობა, მაგრამ მაგის დრო არ არის ახლა. მოკლედ 17 მაისს არის დასაგეგმი დიდი შეკრება. ამასთან დაკავშირებით კიდე რამე შეკითხვები თუ გაჩნდება კიდე ჩავწერეთ და თქვენც ჩაწერეთ ვისაც გააქვთ მაგის შესაძლებლობა და საშუალება თქვენც ჩაწერეთ და მოუწოდოთ ყველას რომ 17 მაისს დაიგეგმოს მართლა საქართველოს შეკრება და მართლა ოჯახის და ქვეყნის სიწმინდის დღე და მნიშვნელოვანი რა გამომჩა აი ეს ჩვენი შეკრება როცა შევიგრიბებით რა თქმა უნდა მთავრობას აწყობს ამიტომ ჩვენ დაგვიწყებენ დაბრალებას კოცების შეკრება არისო შესაბამისად თუ ვინმე გამოჩნდება ისეთი რომ მთავრობის მხრიდან რომ გვერდში დაგიდგები და დაგეხმარებითო თუ ვინმე იქნებით ამასთან დაკავშირებით ორგანიზატორი როცა იქნებით ორგანიზატორები არც ერთი დახმარება არ მიიღოთ მაინც კოცობას დაგაბრალებენ ხო და რეალური საფუძველი არ მისცეთ არავის რომ ეს თურმე კოცების აქცია მთავრობას კიდე გიმეორებთ აწყობს ეს შეკრება მაგრამ მთავრობის შეკრება არ იქნება ეს იქნება ჩვენი შეკრება საქართველოს კვალიფიციური უმრავლესობის შეკრება. ამიტომ არავის დახმარება არ გვჭირდება ჩვენ. კიდევ ვიმეორებ, მთავრობას აწყობს, მაგრამ დახმარება არ გვჭირდება მაგათი.